მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ვახო ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ავირსოთ ენერგიით. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ იმის გამო, რომ ჩვენი ცხოვრება არის დიდი რაოდენობით სტრესებით დატვირთული, ვიღლებით არა მარტო ფიზიკურად, არამედ ვიღლებით ფსიქოლოგიურად. როდესაც twin-ი ერთდროულად ბევრ რაღაცაზე ფიქრობს, ემართება დაახლოებით იგივე, როდესაც აი კომპიუტერში ძალიან ბევრ პროგრამას რო გახსნი და ფანჯრებს რო გახსნი, ხო? ცოტა ხანში მისი ასე ვთქვათ, მოქმედების სიჩქარე მცირდება, ნელდება და შესაბამისად უფრო ნელა აკეთებს თავის საქმეს. ანალოგიური რაღაცა მოგვდის, ასე ვთქვათ, ადამიანებსაც და მოდი დღეს ვისწავლოთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ვიდეოს სათაურში ქვემოთ არის მოცემული ბმული, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ და ნახოთ ჩემი სამკვირიანი პროგრამის შეუზღუდავი მიღწევების მარათონის აღწერა და ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ ამით დაინტერესდით, მაშინ შეგიძლიათ აი ამ გვერდის პირადში მომწეროთ და მიიღოთ მონაწილეობა. შესაბამისად, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ ვართ უენერგიოთ, ხო? ბევრი რაღაცის გაკეთება გინდა, მაგრამ იცი როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ აი ისეთი შეგრძნებაა, რომ აი საწოლიდან დგები ძლივ-ძლივობით. დილაობით. ძალიან მარტივ რაღაცას ვაკეთებთ. ესე იგი, დავიმახსოვროთ სამი ცენტრი სხეულში. პირველი ეს არის შუბლი, მეორე ეს არის გულმკერდი და მესამე არის მუცლის ქვედა ნაწილი, ხო? აი ამ სამ არესთან მუშაობთ როგორ? ესე იგი, ვაყენებთ ტაიმერს, რაღაც რომ 3 წუთში ერთხელ მოგწეს რაღაცა სიგნალი. რისთვის გჭირდება ეს? ესე იგი, ვიწყებთ აი ესეთი მოძრაობის კეთებას. აი ეს ნაწილები არის აქტუალური სხეულის, ასე ვთქვათ, ხელების აი ესეთ მოფერებით მოძრაობას ვაკეთებთ, ისე რომ არ დავიღალოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 9 წუთი მოგვიწევს ამის კეთება. სუნთქავთ ნორმალურად, ხუჭავთ თვალს და გადაგვაქვს ჩვენი ყურადღება აი აქ შუბლის არეში. და 3 წუთი უბრალოდ, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ აი ესეთ მოძრაობას. თუ სადღაც გაგვექცა აზრები, ამ დროს კონცენტრაცია დავკარგეთ, არ აუშავს, ისევ დააბრუნეთ ყურადღება აი აქ შუბლთან. 3 წუთი რო გავა, ასე ვთქვათ, სიგნალი რო დაირეკება, თქვენი ტაიმერის შემდეგ გადმოიტანეთ ყურადღება გულმკერდის არეში. და ანალოგიურად აქაც 3 წუთის განმავლობაში ვაკეთოთ ხელების აი ესეთი მოძრაობა, რომელსაც twin-ი გადაყავს განსაკუთრებულ რეჟიმში, სადაც ის ძალიან ადვილად თავისუფლდება სხვადასხვა ფსიქოლოგიური ნაგვისგან თუ ბარიერებისგან, ხო? აქაც 3 წუთი. შემდეგ ჩავიტანეთ ყურადღება მუცლის ქვედა არეში და აქაც 3 წუთის განმავლობაში ვაკეთებთ აი ესეთ მოძრაობას ხელებით. ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ, როგორც წესი, მასშივე გრძნობენ ადამიანები ერთი შვებას და მეორე ცოტა ხანში, ასე ვთქვათ, ენერგიის მოზღვავებას. ხო, აი 10 წუთში, 15 წუთში, 20 წუთში ისეთი შთაბეჭდილება ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ ეგონება კარგად გამოიძინე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ძალიან დატვირთული ხართ, შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმე დღე ამ ვარჯიშების კეთების, მაგრამ ყოველ დღე იგრძნობთ, რომ სულ უფრო და უფრო უკეთესად ასე ვთქვათ, უკეთესად გრძნობთ თავს, უფრო სუბუქად გრძნობთ თავს, ოპტიმისტურად, მეტი ენერგია გაქვთ და ასე ვთქვათ, თქვენი პროდუქტიულობაც იზრდება. აი ესეთი მარტივი გზა. შეგახსენებთ, ვისაც გსურთ შეუზღუდავი მიღწევების მარათონში მონაწილეობა, შეგიძლიათ ამ ვიდეოს აღწერის ქვეშ ბმულზე გადახვიდეთ, იხილოთ აღწერა, მომწეროთ პირადში, ჩაეწეროთ მარათონში და სისტემატიურად, ასე ვთქვათ, დაამუშაოთ მთელი თქვენი ცხოვრება იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ წარსულიდან, ხო, აი, წარსულს ჩააბაროთ მართლა, იმიტომ რომ ხანდახან წარსული ობიექტურად, ასე ვთქვათ, დამთავრებულია, მაგრამ აი აქ არ არის დამთავრებული და ეს გიშლის კონცენტრაციას აწყოზე და მომავალზე, ეს ერთი. მეორე, მოვახდენთ მიზნების სწორ ფორმულირებას, ისეთი ფორმით, რომ ერთდროულად მიაღწიოთ არა ერთს, არამედ რამდენიმე მიზანს თქვენ ცხოვრებაში. ასევე დავხვეწავთ თქვენს საკომუნიკაციო უნარებს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, შექმნათ მეტი მხარდაჭერა თქვენს გარემოში, თქვენს მიმართ. და მეოთხე, ესეთი სერიოზული ბლოკი, ეს არის როგორ ვისწავლოთ საკუთარი ხასიათის რედაქტირება, როგორ ვისწავლოთ სწრაფი დასწავლა, როგორ ავითვისოთ ახალი უნარები, კომპეტენციები, ახალი თვისებები, დიდი სისწრაფით იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მიზნებისკენ ვიმოძრაოთ უფრო მარტივად და სწრაფად. დღეისათვის სულ ეს არის, გისურვებ სასიამოვნო პრაქტიკას და მომავალ შეხვედრამდე.